უყვარდა ვინმე? არ ვიცი. იქნებ უყვარდა და დაშორდნენ, რა ვიცი. არ ვიცი, ნიკა, წარმოდგენა. გიჟდი უკვე რა, აღარ შემიძლია, რაზე არ ვფიქრობ. კიდე კავე დამრუნე უსწრო თორემ რამე შელებოდა რა. რამე რომ მოსუნდა თავი ხომდა მომეკმა. გეხოცები, ბებო, გეხოცები, გამშვიდე. გაილოცოს ისოსრაბო, ურწუჩი მისულა თურმე. გეხოცები, წნევა არის. ო, იქ ნიკას ვერაფერს უუბნები, იმიტომ რომ ნერვიულობს, არა და გისარკავს კაცი და გამისკდა გული. წნევა აქვს და შენ სულად გახდა. გეხოცები, კაცი. აი, ვერ ხვდები, რატო გააკეთა ეს ყველაფერი რა. ვაკლებით რამე ეს? ჩემი ბრალია? მითხარი თუ ჩემი ბრალია და ვიცოდე მაინც. კარგი ნიკა რა. დამშვიდე, გეხოცები, გამოკეთდება და ყველაფერს გავარქოთ რა. ნიკა, რაიმე? ერთი წუთით მოდი რა, წამოდი. რა? რაო დედა, რას ამბობს, როგორ არის? უკეთ, წამოდი რა ნიკა, წამოდი. ჩქარა. არ მჯერა ძმაო რა, გუშინ უყურე და იმენა ადამიანის თვალზე არ ყოფილა რა. რა ადამიანის თვალზე, ბიჭო, 90-იანებში 5 საათი უნდა და ბათუმის ჩასვლას. 90-იანები რა შუაში არის, აუ ეს ზე არა. არა, არის ის, ფარედერო დიჟენია ყოფილიყო რა. ჩვენ იქ ვიქნებოდით. არის. რაღაცა ლოგიკა არის მაგაში, დაზარი არა. მოდი. მოდი, ჰამ. არ გაჭმე ბიჭო სახში. ეს მიგვა. არუჩ. ენსი, 10 თეთრი ჩამომიგდე რა. oi, საბურთალო. რუსთავში ლიფტები უფასოა. ვა. საღოლ რუსთავი. მოდი. ჩანთები ჩამატანინე. ნიკა, კაცი. ნიკა. ეს რა გაფიქრეთ მე და დედა შესა. კარგი ნიკა, გაჩერდი. ხელი თუნდა დაბა. რაზე ფიქრობ, ისე ბიჭო, რაზე ფიქრობ? რა კარგი, გოგო საიდან მოვიდა 20-ია. კარგი, დამშვიდი. რა ხდება აქ, გამაგები. რა ხდება? რა ხდება 20,000 წააგო? აი რა ხდება? შვიდი, ნიკა. რა დამშვიდი, სატრაკიდან გამოაზრო, ნინი 20,000. კაი, წამოდი. წამოდი. შეხედე ხმასაც მოარიღე, ბიჭო. ხმაიც ამოიღე, ბიჭო. ნიკა. ბოდიში მაინც მოიხადე. ნიკა. წამოდი, წამოდი. ვიცი რომ უნდა გაყვათიო შენო ბიჭო. ნიკა, გამოდი. მოდი. კარგი დე. კარგი. ყველაფერი კარგად იქნება, კარგი. სადარი არა და მაინც შენს გენეზებს გზებს შეხვედრი ჟრუანველს გულს რა გადავიცლებს ეს ლექსიც წინას გავს და ვიცი გაგახსენებს ბებს მასშივე იწყება არ მთავრდება უძლებს ლებს იგიასთან გამიჩერე. იგი ყანბარ. არ მინდა რომ მამული დაგვინახოს. ისე როდის უნდა ვიქნე? არასდროს. აქ გავაჩერო?
მოგწერ. იცოდი, შენ იცოდი? რა? რადა რო თამაშობს ბიჭი და კაზინოში წააგო ამდენი ფული. თამაშობს? თამაშობს ნენსი და დაგხუპა მთელი ოჯახი. კაი შვილო, კაი დაამთავრე ერთხელ და სამუდამოდ ამაზე ლაპარაკი. დავიღალე. არაფერი არ ვიცოდი. ოდა ჩემი ხელით უნდა მოუქლა. აი, დამშვიდი რა, დავშვიდი, კაი. მიდი მომ. ჯერ გამოვიდეს და რითი მოხვედი, გოგო? რითი? ტაქსით. ტაქსი. ვიცი მე მაგ შენი ტაქსი. აიშვა. თუნდაც ხომ ხარ გოგონა? არაფერია გამევლის. ხო არ გინდა დაუძახო იქებს? იყავს, მადლობა. კაი, თუ რამე? არა, მადლობა. ბატო, დამელაპარაკე რა. ხო იცი რომ მე არც ნანული ვარ და არც ნიკა და საერთოდ აბაპირებ შენთან ჩოს პირიქით. ვიცი, ვიცი. მითხარი. დიდი ხანია თამაში. 3 წელია უკვე რაღაც საიტი ამომიგდო და იქიდან დავიწყე რა ყველაფერი. ონლაინ თამაშობდი? ონლაინაც თამაშობდი. ისეც დავდიოდი ხოლმე. წაგიგია ადრეც. წამიგია კიდეც, მომიგია კიდეც. აბა სულ კი არ ვაგებდი. კარგი ცხოვრებას მქონდა. მაგრამ თავარი ის არის რომ ვერ ვრჩებდებოდი იცი. არ ვიცი. რამჭირდა. იცოდა მე რომ თამაშობდი. არა, ვის უნდა ცოდნოდა. ხო იცი რა ტიპიო. არავისთვის არ მithkoms, არც მაკაცებმა არ იცოდნენ. ყველა სვალი მაქვს ვაფშე. ისე მეზისყება ჩემი თავი. შენ არიცი, რა ჯოჯოხეთი გამოვიარე. ტვინში თითქოს ეშმაკი მიჯდებოდა. და თავისკენ მიბიძგებდა, რომ ვერ ჩერდები, ვერ გაჩერებს. არ ვიცი რა მემართება. ყოველთვის იმას გეუბნება, მოდი ეხლა ითამაშე, ეხლა მოიგებ, მაგრამ რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა. მისმის. მაგრამ ბატონო მომისმინე. ყველაფერი გავიგეთ. და ხო იცი რომ ყველა ბურჩი დაგიდგებით და დაგეხმარებით არა? ვინ, კაი რა. ამაჩემი. ო, ნიკას დამშვიდება, დაწნარდება, გაიაზრებს ყველაფერს და დრო იზავს თავისას რა. რა დრო უშვილის ნინ, კაი რა. ამ ხელავალი ავიკიდე, მაგას გადახდა არ უნდა. შენ რა გგონია რომ სამყაროში შენ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი საერთოდ რამეა? ნიკა დამშვიდდება, ვალს მოევლება, მაგრამ ვატო, შენ რომ რამე დაგმართლება, მაშინ იქნებოდა ყველა უბედური. ნიკაც, თამოც, ბებოც და მეც გესმის? მესმის ნინ. ვერ წარმოიდგე როგორ მწვენია ჩემი საქციელს საკუთარი თავი მეზიზღებ. იცი, მაგრამ ეხლა ყველაფერი იქნება სხვანაირად. გაიგე? კი, გავიგე. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ერთად. შენ რომ მყავდე რამე შველებოდა მე. ხო და მიყავა და შენს გვერდით ვარ და ჩამოვედი. მადლობა ყველაფერისთვის. ბიჭო, მიდი ჩალიჩე რა სოფლენი ნაშასავით ინაზები. რა ბიჭო? იცი რა. კაი, ბიჭო, კაი, უბანი არის, რა საიმყრალე ტყირიტო. აბა რა სინაზებათო? 5 ლარი არა აქვს. არა აქვს და რა შეეც. ხო და გამოვართოს ბებია მის. ბებია ჩემს თავი გაანებე. დედა ჩემის დედა. აი ძმაო.
შენ კიდე 5 ლარია, 500 ხო არ არის რა, გააძრე რა. 5 ლარი თქვენ გინდათ, მე კია. რაღაცა უნდა ვქნათ, ძმა, ვარ გამოვა სხვანაირად რა. უნდა ქნა და 5 ლარი უნდა იჩარიჩოთ მე რომ ადგებით. რომეო? დაროვა. დაროვა. ბიჭო, რომეოს ნუ მეძახე. არ მისორდება რა. ვა. რა ვა? აი, ძმაო, აღარ დაგიძახე. რა ხდება ამათთან? ხო არ გამოჩენილო? იყვნენ. შენ გოგოს რა ახალი ბიჭი ყავს არიცი? ვინ ბიჭი? ვიღაც საყურიანი სირი. ამ დილას ჩამოეთქნენ. ვინ საყურიანი სირი? იმენა საყურიანი სირი, ძმაო და თან იმენა აქ. იმენა აქ? იმენა აქ. აი, გავიგე. გიგუნე ბიჭო, რომეოს ნუ მეძახე. აი, რომეოა და რა. რომეოა და არის, მაგრამ ნუ მეძახე. ადით რა შენც 50, შენც 2 და 50 და 5 ლარი გავა. 3 ლარი გამოვიდა და თლაც რო არ იცის ძიშვილი. ასწავლები. ბებო, გინდა ყავა შენც? არა ბებო, ისედაც მაღალი წნევა მაგ და თავი მისკდება რა მეყავება ერთი დოკუმენტიც. კარგი. ნიკაც რეკავს? მიდი შქარ დაილაპარაკე, მიდი. ხოდე, როგორ ხარ? რას ვიზავ, როგორ ხართ და რა შეგვიძლია? რავი, არა გვიშავს, სახლში ვარ ყველანი. მანდ არის ნიკა? კი. ნიკა როგორ ხარ? როგორ ვიქნები, ება? როგორ ვიქნები? ბავშვი როგორ არის? ვატო, დედა კარგად არის და ხვალსაღამოს გამოწერენ უკვე. თამროა იქ ხო? იქ არის დედა, იქ. ნინ, დამალაპარაკე რა დერა ნიკა. დედა, აშვილი. ნიკა. ხოლიკა. ისმინე ნიკა. ძალიან თქო რა. თანხაზე არ ინერვიულო. მაგ ფულს მე გადავიხდი. ოღონდ ბავშვი იყოს კარგად. არ იდარდოთ მაგაზე, კარგი? იცი, შენ რატო უნდა გადაიხადო რა პაჭკებით გიწყვია? არ მიწყვია პაჭკებით, მაგრამ მაქვს რაღაცა გადანახული და გადავიხდი მე რა, მოკლედ. კარგი რა, მე უხერხულება, უკვე მწვენია დედას კეპიცები რა. კარგი, ხა ძალიან თქო, ამიტომ არ მithქვავს, მოკლედ ამ თემაზე დავამთავროთ რა და არ ინერვიულო, იმიტომ გეუბნები რომ ამ საკითხზე შენ აღარ ინერვიულო. მაგას მე მოვაგვარებ. კაი, მადლობა. რომელ საათზე გამოწერენ ბავშვს ხვალ? დედა, მოიცა რა უპასუხე. ჯერ არ უთქვიათ, დედა, ჯერ არ უთქვიათ, გვეტყვიათ, დედა. კაი, დედა, გასაგებია. ლიკა. ხორატი. რა გჭირს, ქალო? როგორ ხარ? აი, დამშვიდი. ყველაფერი კარგადაა. გადასხმა გაუკეთეს, ორგანიზმი გაუწმინდეს. დაწყნარდი რა. მისვინე. სამსახური შემომთავაზა გოგიმ. უარი უთხარი, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, ხوارჯობია გავიდე და მეც მოგეხმარები მაგვალის გადახდაში. რატი? შენ მართლა მინდა ჩემი დახმარება? მართლა მინდა. მაშინ ძალიან გთხოვ რა. არასოდეს ცხოვრებაში გოგისთან არანაირი საქმე არ დაიჭირა. კარგი? კარგი. Zapad. Oçağelle. Xeli gashale bolonde. Lizi, otkutxet.
კარგია. ვა, არასებო. გაგახსენდით? შენ როგორ ხარ? რა შვები სათაიკარგი რო აღარ ვკითხულობ. მშვიდობა? კი, არაა პრობლემა, ვისთვის გინდა? ოკეი, კარგი, მაშინ შეგეხმიანები. კაი, მიდი, დროებით. ზემოდან დაამთავრე და ტემპი არ დააგდო. Здорово, Бейрото. აგ რასაკეთ? ნინი გამარჯობა. გამარჯობა. ბიჭო, შენთან ვიყავი ჩასული და თეიმურაზმა მითხრა თქვენი ამბავი. ხერევი გამოვქანდი, ეს რა მოხსლიათო? არა, ეხო კარგად არის. სამყოფოში მივდივარ. ხარით რაში მოგეხმარა? არაფერი, არა მივხედავთ. ჩვენ ვაფშე მითხარი გინდა საავადმყოფოს დირექტორს დაურეკო ვაფშე. არა, არ გინდა მივხედავთ. კაი, მაშინ და ხაზე ვარ რა. კარგი. აი დამირეკე. აი. კარგად მოდი. ნახო. დავაი დროებით. და თქვენთან დარჩენ. გძინავს? რა დამაძინებდა მამა? როგორ არის? კარგად არის, უკვე სახლშია. ნინი იქჩება. დამირეკა ნინი, დამირეკა შვილო. ნიკა როგორა? დაწყნარდა ცოტა. დაწყნარდება რა. გინდა ხო ჩაი? არა, მამა იჯექი. არ მინდა. ეს მივხვდი ბოლომდე, ნიკას რო უყურებდი, ამხელად კივილი მოგაყენეთ. კარგი მამა. არ მამა იჯექი, გეხვეწები უნდა ვთქვა რა. მაშინაც კი ხვდებოდი რომ როცა მაიმუნობდი. მაგრამ მაშინ ვერ ვიაზრებდი ამხელად კივილს გაყენებდი შენ, დედას, ლიკას. მაშინ ერთი აკვიატებული ფიქრი გაქვს, რომ რამე იშო, ვენაში შეუშვა რა. მაპატია მამა, შეიძლება ეხაც ტკივილს გაყენებ ამ სიტყვებით, მაგრამ ამდენი წელია ჩუმად ვარ და უნდა მეთქვა. მე რომ დამიჭირეს ჯოჯოხეთი მომიწვეს. მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი. პერიოდი რო არა არც ვიცი რა მიშველებოდა. ო ვიცი შვილო. ეგ არის შენი ნამდვილი ძმაკაცი. ვიცი რომ ყოველთვის მოდიოდა შენთან. თვითონ გითხრა? არა. არა მამა, მე ვთხოვე. ვიცოდი რომ მე არ მომისმენდი შვილო. რა კაცი, არასოდეს არ უთქავს. არ იყო მამა საჭირო და მაგიტო. მამა, მადლობა და ბოდიში რა. მაპატია გთხოვ. იცოდე მაგრა უნანობ რა. მამა, მე შემეშალა შენთან ბევრი და ვიცი ეგ. მე და შენ პატიებას ყოველ დღე ვთხოვ კიდევ ღმერთს.
ცოტა რაღაცები ყოველთვის გვეშლება, ცხოვრებაა მამა ეს. მაგრამ თავარი რა არის იცი? შენ კარგი კაცი ხარ მამა. დაიძინე ახლა წადი. დღეს მძიმე დღე გქონდა ძალიან. შენ არ აპირებ? მე ჩაის ვსვავდი და დავლევაგენ ბოლომდე. მე დავწვევი და დავიცინე. კაი, მაშინ დავედე. აბა, ძილინებისამა. ძილინებისა, მამა. ისე წიგში მოლოდინზე არაფერი ეწერა? აი. წამალიკობს დასაბლებელი. ვატო მომისმინე. ჩემი ერთადერთი მიზანი შენი კარგად ყოფნა და გამოჯამრთელებაა, გაიგე? იცოდე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩემი ხო გჯერა რა?